ისევე როგორც ამას სოფლის მაცხოვრებელთა უმეტესობას ჯუნდიან მანტლისაც ეგონა, რომ ფერარი მილიონები და კარიერული წარმატება ბედნიერებას მოუტანდა. ის იყო სუპერ ვარსკვლავი ადვოკატი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა გარდა სიმშვიდისა. სასამართლო დარბაზში გადატანილმა იმპაქტმა კი თვალი ბევრ რამეზე აუხილა. ჯულიანმა გაყიდა ყველაფერი თავისი საყვარელი ფერარის ჩათვლით და ჭეშმარიტების საძიებლად გაემგზავრა ინდოეთის შორეულ ჰიმალაის მთებში. სადაც მან ისწავლა მთავარი გაკვეთილი. ჩვენი გონება ბაღია, თუ მას სარეველები დაეპატრონებიან, იქ ვეღარაფერი აყვავდება. რობინ შარმას მთავარი წიგნი შეგვახსენებს. მიზნისკენ რბოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბედნიერება არა ფინიშის ხაზთან, არამედ მასთან მიმავალ გზაშია. ნუ გადადებთ ცხოვრებას ხვალისთვის. ბერი რომელმაც თავის ფერარი გაყიდა. აუცილებლად წასაკითხი წიგნი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბესტსელერი გახდა. გამოიწერე გვერდი მეტი საინტერესო მიმოხილვისა და წიგნის ციფრული ვერსიისათვის.